ჩვენ დაგეგმილი ლექციის თემა არის ის, რაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ხშირად მას ათანდო ყურადღებას არ ვაქცევთ. ეს არის ძილი ჩვენი ცირკადული რითმები, ჩვენი ბიოლოგიური საათი. მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვიძლია დღევანდელი ტექნოლოგიების სამყაროში შეუძლებელიც კი შევძლოთ, მაგალითად დისტანციურად ვაკონტროლოთ ადამიანის ლოკაცია, ან ხელოვნურ ინტელექტს ხშირად ძალიან რთული ამოცანების გადაწყვეტაც კი დავავალოთ, ზოგჯერ ის ელემენტარული, რომელიც ჩვენ მილიონობით წლების განმავლობაში ჩვენი ბიოლოგიური საათის და ძილის სახით ჩამოგვყალიბდა, ხშირად მას ვარღვევთ და მის რეჟიმს ვერ ვიცავთ და ვერ ვაკონტროლებთ. მისი კონტროლის სირთულე, ასევე მის პროცესების სირთულეშია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძილი არის, ეს არის უბრალოდ ტვინის გათიშვა, როდესაც არ მუშაობს ჩვენი ტვინი და აი ამ უმოქმედობის გამო ვისვენებთ და ძალების აღდგენას ვაკეთებთ. რეალურად ესე არ არის. ანუ ძილი არის ძალიან რთული ნეიროქიმიური, ნეიროფსიქიკური პროცესი, როდესაც ძალიან საინტერესო და ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი პროცესები მიმდინარეობს. ის არა მარტო გავლენას ახდენს მაგალითად ჩვენს მენტალურ სტაბილურობაზე, ჩვენს მეხსიერებაზე, ან ყურადღების კონცენტრაციაზე, ხშირად მას შეუძლია გავლენა ჩვენს ჰორმონალურ ან იმუნურ სისტემაზე კი მოახდინოს. და რაზე ვისაუბრებთ ჩვენი ლექციის ფარგლებში, ეს იქნება ცირკადული რითმები, ანუ ჩვენი ბიოლოგიური საათი, მელატონინის როლი ჩვენი ძილის მართვაში და ის ცხოვრების წესი და ის დღევანდელი რეალობა და გავლენები, რომლებსაც შეუძლია ჩვენი ძილის პროცესები დაარღვიოს. ჩვენი ლექციის მიზანი არის ის, რომ დღევანდელი მეცნიერების შედეგად დაგროვებული ცოდნა პრაქტიკულ უნარებში გადავიტანოთ, ანუ შევაჯამოთ და შევაჯეროთ პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენ მენტალურ სტაბილურობას, ჩვენ ჰარმონიულ ცხოვრებას და ჩვენს ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას.